საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ეს არის სანდოობის მაღალი პროფესიონალიზმისა და სამართლებრივი უსაფრთხოების სიმბოლო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ნოტარიატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, რადგან სწორედ სამართლებრივი სტაბილურობა, სამართლებრივი განჭვრეტადობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი, რომელზეც დგას ეკონომიკა. ასევე მნიშვნელოვანია და ხაზი მინდა გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქართული ნოტარიატი ვითარდება ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა გაწევრიანდა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში, როგორც დამკვირვებელი წევრი და ასევე ბოლოდროინდელი ვიზიტები, რომელიც განხორციელდა ევროპულ საქმეთა კომისიის წევრების მიერ. თითოეული ნოტარიუსის საქმიანობა უმნიშვნელოვანესია, როგორც ერთი მხრივ ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე ნოტარიუსებს უმნიშვნელოვანესი როლი შეაქვთ თითოეული გადადგმული ნაბიჯით, თითოეული სანოტარო აქტით ეკონომიკურ განვითარებაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომაც ყველანაირად ხელი შეუწყოთ თითოეულ ნოტარიუსს თავისი საქმიანობის განხორციელებაში, რადგან ეს არის ზუსტად ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი და აუცილებელი ნაწილი. 30 წლის იუბილე მივულოცეთ საქართველოს მასშტაბით მოქმედ 300-მდე ნოტარიუსს. ამ ღონისძიებაზე დავაჯილდოვეთ 8-წლიანი 30 წლიანი სტაჟის მქონე ნოტარიუსები, ასევე ის ნოტარიუსები, რომლებსაც სრული ასაკი შეუსრულდათ. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით, მათ მადლობა გადავუხადო პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის და მივულოცო პროფესიული დღე. ეს არის 3-10 წლეულის განმავლობაში შექმნილი ნდობის, პროფესიონალიზმისა და მოქალაქეების სამსახურში დგომის ისტორია. მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ყველა ნოტარიუსს, იუსტიციის სამინისტროს და ნოტარიუსთა პალატის ყველა თანამშრომელს. თქვენ გაქვთ ქვეყნის მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა, კეთილგანწყობა და დაფასება. თქვენ მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ქართული მართლმსაჯულების სისტემაში. ნოტარიატი ყოველი სახელმწიფო საყრდენია. ნოტარიუსები გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ პროფესიულ წრეს მიეკუთვნებიან და ვფიქრობ, საქართველოშიაც ასეა. დღეს თბილისში შესანიშნავი ღონისძიება ჩატარდა. ვამაყობ და ძალიან ემოციური იყო ის, რომ აქ პირადად მომიწვიეს.